როგორ ზანდებით მეგობრებო, დღეს უნდა ვისწავლოთ თუ რა არის 3D კამერა და რას აკეთებს After Effects-ში. პირველ რიგში გვჭირდება რაიმე სახის background-ი. შეგვიძლია რომ grame photo გამოვიყენოთ, ან შეგვიძლია რომ პირდაპირ solid გამოვიყენოთ. Random-ად დავირჩე რაღაც ორი ობიექტი, რომელსაც background-ი არ აქვს. და ეხლა გაჩვენებთ რა შეიძლება რომ გაკეთდეს ამ რაღაცეებით. ნუ გეგმა ასეთია რომ თავიდან ეს 200 ევროიანი მოვა წინ და მე აქედან ნაჯახი შემოვა. ოღონდ ეს მოხდება ისეთი თქოს 3D-ში ხდება დოკუმენტურ სტილში. ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება კამერა, მარჯვენა ღილაკს დავაჭერთ new და შემდეგ კამერა. აქ უჩვენე 35 მმ-ს, იმიტომ რომ ყველაზე კარგი ეს არის ამ ეტაპზე. დავაჭიროთ OK-ს და მეორე რაც გვინდა ეს არის null object, რომელიც არის ასევე new-ში. ნახეთ ახლა რა ხდება. რა გვინდა საერთოდ null object-ი და რატო არ შეგვიძლია რომ კამერას შევცვალოთ რაღაცეები, მაგალითად ამასაც აქვს transform-ი, პოზიცია, scale და ასე შემდეგ. და რატო გვჭირდება მაინდა-მაინც null object-ი და რას ნიშნავს საერთოდ კამერასთან მიმართებაში. პირდაპირ გეტყვით, ყველაზე კარგი განმარტება წავიკითხე რომელიღაც საიტზე რაღაც კომენტარებში, მაგაზე კარგი განმარტებას ვერ მოვიფიქრებ, ასე რომ პირდაპირ მაგას გეტყვით. წარმოიდგინეთ, რომ კამერა არის კამერა და null object-ი არის შტატივი, რაზეც კამერას ვდებთ ხოლმე. და როდესაც გვინდა რომ პოზიცია შევცვალოთ, ან ახლოს მივიდეთ, ან წამოვიდეთ და ასე შემდეგ, შტატივს მოვკიდებთ ხელს, მივიწევთ, მოვწერთ. null object-ი ამ შემთხვევაში აღიქმება როგორც შტატივი. რაც ძალიან კაი განმარტება არის. პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ და გახსოვდეთ და მეც უნდა მახსოვდეს, რომ null object-ი და კამერა ვერ ახდენს გავლენას ისეთ ობიექტებზე, რომელიც 3D არ არის. უნდა გავაქციოთ ესენი 3D-ად. ძალიან მარტივად აი აქედან ნაჯახიც და ის რაღაცაც შეგვიძლია რომ ესე 3D-ად გადავაქციოთ. მეორე რასაც აუცილებლად ვაკეთებთ არის ის, რომ კამერა უნდა დავკავშიროთ null object-ს, ანუ ეს კამერა უნდა დავდოთ ამ შტატივზე, ხო? როგორ ხდება შტატივზე დადება? აი აქ ძაღლუკას ხო ხედავთ? მოვკიდებთ ამას ხელს, არაუშვებთ და წამოვიღებთ. ეგ არის, всё, დავკავშირდა. ეხლა ყველაფერი, რასაც აქ null-ზე შევცვლით, შეიძლება კამერასაც. ასე მარტივად. ჩამოვშალოთ null object-ი, ჩამოვშალოთ transform-ი, დავიჭიროთ scale-ს პირველ რიგში, რათა keyframe-ი წარმოიქმნას. გადმოვიდეთ სადღაც 2 წამზე, მე მგონი 2 წამი არის. ალბათ 2 წამი. და ნახეთ შევქმნით keyframe-ები, რომ აქედან წამოვალ, აქ მოვა. მე ისევ ცოტა ხანი ისე იქნება, ეს ზუსტად იგივე keyframe-ი რაც ეს, იმისთვის რომ გაჩერდეს ესე და მე უკვე პოზიცია უნდა ჩავთვალოთ. დავაჭერთ პოზიციას აგერ, გადმოვწერთ ცოტათი და position-ი უკვე გვინდა აი ესეთი. რომ აი ეს შემოვიდეს. დაახლოებით ესე, ცენტრში. და მივიღებთ აი ესეთ რაღაცას. შემოვა ჯერ ეს. ცოტა ხანი იქნება და მერე წავა. მოვნიშნოთ ეს ყველა. ერთხელს დავაჭიროთ 1 და შემოვიდა ესეც. რაღაც პუნქტში მშვენიერია ეს. ეხლა რისი გაკეთება გვინდა? გვინდა რა? ანუ რას ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო ორგანული იყოს ეს ანიმაცია. ნახეთ. ესენი ხომ მოძრაობენ. და ძალიან მაგარია. მაგრამ ამათან ერთად background-ს რო იმოძრაოს, ვაფშე სხვა ეფექტი ექნება. და მოდი აი ნახოთ როგორ ექნება სხვა ეფექტი. ანუ ეს რომ მოდის წინ, დაახლოებით აქამდე, ჩვენ გვინდა რომ background-ის მოვიდეს ოდნავ. დაახლოებით ესე. წამოვა. როდესაც აქ არის უკან უნდა იყოს. აი ეს. ამასთან ერთად წამოვა, ოღონდ F9-ს დავაჭიროთ, რომ ცოტა კარგად წამოვიდეს. მაგრამ ეს ჩქარა არ არის საჭირო. ამისთვის ჩვენ გვინდა რომ ეს ზედმეტად არ მოზუმდეს, ასე ვთქვათ, ოდნავ მოზუმდეს აი ეს. ბევრად კაი არის. ვაფშე სხვა ეფექტი აქვს. და მერე დაახლოებით აქ რომ მოვა, ის ხო დაიწყებს ესე ამოსვლას. და მერე უკვე ამანაც პოზიცია შეიცვალოს. დაახლოებით ესე იყოს აქ და აი აქ რომ მოვა დაახლოებით, მოვკიდოთ ხელი და ესე უდნავ ამოიწიოს ამანაც. ნახოთ აბა რა იქნება. ან შემოვიდა ეს, ძალიან მაგარია. ხო ბევრად მაგარია, ოღონდ ძალიან დიდი ხანი ჩერდება ესე დებილივით. ძგავ დავაჭიროთ F9-ს აქაც. ნახეთ თავიდან ძალიან კაი არის, თავიდან შემოდის და ძალიან დიდი ხანი ჩერდება, ასე რომ იმისთვის ძალიან დიდი ხანი არ დაჩერდეს, აი ამ რაღაცებს მივიწევთ აქეთ. მაინც ძალიან დიდი ხანი ჩერდება, კიდევ მივიწევთ და ესენიც უნდა მოვწიოთ. რათა background-მაც იმოძრაოს ამასთან ერთად. ნუ დაახლოებით აგერ არის. შემოვიდა, ცოტა ხანი გაჩერდა და მერე შემოვიდა. მშვენიერი არის. სადღაც აქ შეგვიძლია უკვე ჩავკეტოთ. ნახეთ, ანუ კამერა რო დავამატეთ, საერთოდ სხვა ეფექტი აქვს. რა თქმა უნდა, შეგვიძლია პირდაპირ ისეს, მაგრამ უკან იგრძნო, აი, მოიცადეთ, აი დაახლოებით ესეთი თემა არის რა. ეს არის აქ და ის არის იქ. ესე მოდის კამერა და ესე მოძრაობს.
ამ საერთოდ სხვა ეფექტი აქვს. ბევრად მაგარი და უფრო პროფესიონალური ჩანს. იმისთვის რომ ეს გავდეს რაღაც დოკუმენტურ სტილს, ამისთვის ჩვენ შეგვიძლია რომ ფრეიმები ჩაუწიოთ. ჩაწეული მქონია უკვე. აი რა განსხვავებაა, ნახეთ. 30 რო იყოს, უფრო smooth არის. აი 30-ზე არის ესეთი. არის რა, მაგრამ როდესაც არის 15, გუშინ მეცადინეობდი და დაყენებული მქონია უკვე 15-ზე. როდესაც 15 არის, სულ სხვანაირი ეფექტი აქვს. ნახეთ? მოგელი ძალიან მაგარი არის. რა ვისწავლეთ ახლა? Null objective გჭირდება, კამერა გჭირდება. კამერა უნდა დაუკავშიროთ null objects და აი აქედან არჩეულია უკვე თავის ავტომატურად. და აუცილებლად არ უნდა გავიწყოს, რომ 3D უნდა გავხადოთ ეს რაღაცები. წავიდა, მშვენიერია. ეგ არის. ასევე დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ 255 გამომწერზე ვართ უკვე, რაც ძალიან მახარებს мотивაციას მასლოს მართლა ძალიან, იმიტომ რომ მადლობა ასევე დადებითი კომენტარებისთვის და თუ რამე კითხვა გქონდათ და თუ შემეძლო დახმარება, აუცილებლად დამიკომენტარეთ. რა ვიცი.